კომენტარი დღევანდელ დღესთან. დიახ, თამარ, მიხარია რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად 26 მაისი ჩვენთვის ნებისმიერი ადამიანისთვის არის საკმაოდ საინტერესო დღე. 26 მაისი გვახსენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. 26 მაისი გვახსენებს ერთიანობას და იმ დროს, სადაც ჩვენი ერი იდგა ერთიანად, იყო ერთიანი. მე ვისურვებდი რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს, ჩვენი ერი უნდა გაერთიანდეს, ამისთვის არ უნდა ვიყოთ საგვანაკად, უნდა ვიყოთ ერთიანები იმისთვის რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, გავაერთიანოთ ქვეყანა, განვავითაროთ ერთიანად ეს ქვეყანა. ჩემი თაობა ამისთვის საკმაოდ ბევრს აკეთებს, ასევე ჩვენი ორგანიზაცია ჩვენ გვაქვს უამრავი პროექტი, სადაც გვინდა რომ სხვადასხვა თაობები გავაერთიანოთ. ეს უნდა იყოს თაობების ერთიანობა, თაობების ხიდი, იმიტომ რომ საჭიროა სხვადასხვა თაობის ერთიანობა, სხვადასხვა თაობის გაერთიანება იმისთვის რომ გავაერთიანოთ შედარებით ჩვენი ქვეყანა, დავაბრუნოთ ემიგრაცია, ჩვენ აქ ვიქნებით თუ სხვა ქვეყანაში ვიქნებით ემიგრანტები, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე რომ ჩვენი ქვეყანა დაინახოს ნებისმიერმა ადამიანმა, თუ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, თუ როგორი ერია ჩვენი ერი და დღეს არის ასევე მერაბ კოსტავას დაბადების დღე და მე ვისურვებდი რომ ასეთი ადამიანები უფრო მეტნი იყვნენ ჩვენს ქვეყანაში და გავერთიანდეთ და 2027-ში შევხვდეთ უკვე ერთიანად ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა ასევე მივმართოთ ჩვენს აფხაზებს და ჩვენს ომსებს, ისინი არიან ჩვენი ძმები და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმისთვის რომ ვიცხოვროთ ერთიანად.